არ დაატყდეთ ძაძებში გახვეულ ჭირის უფლებს ხიფათი რო არ დაერთოს ბედის დაცინვას კიდე ბედის დაცინვა შესაძლოა მიცვალებულიც მოგდასვონ თავდასხმელებმა გამოსასყიდი მეორედ გთხოვონ ან სხვაგარად დაასხან თავსლაფი გვდარსაც და ჭირის უფლებსაც ვანაჩი სიმონხადურის დატირებისას წყალგაღმა სიტყვის გასაგონ მანძილზე ვანათის ციხეზე გადმოდგარი ოსობა დოლგარმონ საჭვიტინებდა სამხიარულეს ცეკვას და მანჭვას იწყებდა ყოველი მოთქმის პასუხად დროშას აფრიალებდნენ კახკიოდნენ რა დააშავა იულონ ბატონიშვილის საყმო მამულის პატარა ლიახვის ოდინდელმა მკვიდრმა ვანათელმა საცხენეთელმა აწრიხეველმა ველოთელმა გლეხკასმა როდემდე ემალოს სიკვდილს თავის ნაშრომ მამულში თავისი დანგრეული სახლის კედლებს როდემდე ამოეფაროს უზნეო თავხედი ბიცის ბიცამდე დაცემული მხეც საღმატებული რუსისაგან გათავხედებული ოსის მოშველი თოფქვეშ როდემდე ათრიოს გაარარავებული ქართული წუდის სოფელი ვაშკაცსა თავის სიკვდილი თავი მძინარე გონია სისხლისა ვარი ნადენი სალხინო ოფლი გონია ჩადება ბნელ სამარეში ლოგინში წოლა გონია თავქვეშ ქვა შემოდებული სოლის ბალიში გონია ზედაყრა შავი მიწისა საბნის დახურვა გონია გაყაღ ჯინჭველის დასევა წვრილი ცოლშვილი გონია ელზე და გველის მოხვევა სოლის მკლავები გონია ნაწვეთი მარმარილოსი დედის რემლები გონია წყალი ნაწყლებს არ დახკარგავს კაცი ნასახ კარებსაო ამან დაზის იმედით თუ არჩევს სიმის შვილკვდარი მოხუცი სამაჩაბლოელი გლეხკაცი შვილიშვილები შეენაცვლებიანო მამისეულ კვალს ოთარეშესაც თავისი მიეზღვევაო უდროდ გაჭრილ სამარხში რა დააყენებს მამულის მოსიყვარულე ვერაგული ტანჯვით სულ ამოხდილ მზეჭაბუს დედისა და ცოლის სრემლებით გულგავსებული ამოანგრევს ფქვიერ მიწას წამოდგება მტერთან სამტროდ ოყარესთან სამოყროდ 15 წლის გოგონა შეეწირა ოსი ექსტრემისტების ტყვიას ეს ზუსტად იმ დღით მოხდა როცა ყაზბეგში ბატონის შევარდნაძე და გალაზოვი საუბრობდნენ ვიდეო და მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტაზე მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის არაფერი არ ვიგრძენით ჩვენ იმავე დღით სოფელ ქრომოჩაბეს თავს დაესხნენ 6 ექსტრემისტები და შორი მანძილიდან ტყვიამფრქვევით დაცხილეს 3 ახალგაზრდა მერვე კლასელი მოწაფე ერთ-ერთი მათგანი დღეს მივაბარეთ მიწას ორნი მძიმედ არიან დაჭრილები მას შემდეგ კიდე რამოდენიმეჯერ გამმევარდა ეს ექსტრემისტური თავხედო თავდასხმები ამ სოფელზე არ გავალ დღე რომ ვიღაც არ გამოვიტიროთ დღესაც სოფელ კეხში 2 მიცვალებულია და ესე გვაცლიან დღე და დღე ახალგაზრდა სოფლებს ექსტრემისტები ეს ბავშვი გამოიტირა ოსმა დედამ და ქართულმა მამამ რადგან ჩვენი ესეთი პოლიტიკა რადგან ჩვენ ამერიკასა და ინგლისის მიმართულ დახმარებაზე რაღაც ჯინსებზე და საფონზე ველაპარაკოთ როცა ხალხის ფულები ისინი სტატისტიკურად თვლიან ამას 1 დაიღო 2 3 40-მდე ავიდა რიცხვი დაგულებისა საშუალო კი არ არის შეიძლება გაგეცილოთ მაგრამ ცოტა აღარა ვარ მე ბატყობ ჩემ თავზე იმ ჭყვაზე აღარა ვარ ჩვენ რაღაც გამოშტერებულები ვართ სათქმელი მეკარგება რა უნდა ვთქვა ის იქითა ვართ ეხლა ისე მელანდება ვინმე კარებს რო დააგაგუნებს იმ წუთში მგონია რომ სროლა უნდა დაიწყონ მეთქილს არა ჩვენი და მაგათი ცხოვრებებთან მე მაგალითად ძალიან მეშინე მე ვიცი რომ დაწყნარდება რაღაცა იყოს აი ეს სიტყვა დაიმახსოვრეთ თუ ეგენი აქ დარჩენა დაწყნარდნენ შალიკოს მაშინ მოუღებენ ეგენი ალბათ ბოლოს მე ვიცი ეს ასიპრო გარდაუვალია და ჩვენ ცოტა ხანში მიგვავიწყდება ეგენი ჩაუსაფრდებიან იარაღით ამათი სამსახური არის ხოლმე ცხინვალში
იქიდან მანქანით წამოგააქანებენ და ვიღაცის ბინიდან ჩაუსაფრდებიან ესურვენ. დაუდებენ მანქანსა და აფეთქებენ. იციან რომ ეხლა იქიდან გადმოურეკავენ ხელათ რომ გამოვიდა შალიკოს მანქანა და აუმინავენ გზას. აი რას გააკეთებ მითხრა. არაფერი არც სახლი მინდა რაღაც კარი მინდა მე შინია ყველაფერს. ტუნელს იქ თქვენია, ტუნელსაკეთ ჩვენია, გარიყაროთ. აღარ მიხარცეთ კი მოუთხარი. არა, ისე სერიოზულად ვიძახე, ჩვენში შერიგება აღარ შეიძლება, აღარა კაცო. ერთმანეთში ხალხი დაიხოცა. ვინ შეურიგე? აბა რა უთხრათ? ახლა კითხო იმდედებს, ვისაც შვილები დაიხოცა და ბაჟოსდა მეც კი. მე არაფერი არ მიწწენები არა ისინი, მაგრამ ოსებისაც ყდარია, ქართველებსაც ყდარია. შავარდანზე ძალიან დიდი იმედია. დავიცადოთ, აბა შავარდანზე რას გიზავთ დავინახავთ. მაგან მოგხსნა ეს სამხედროები და მაგან ჩამოგვრეკა აქა. მაგანა. და ეგ მოგხსნას ბინებსა. მერე მეორე ხალა უთხარი ბამზე კაი ბინები გვაქვს. იქ დავასახლე ჯარი მოწავდა, ჯარი ახლა ჩვენა ვარ. ჩვენი ეს ქვეყანა ის უჩვენი ახლა. თქვენ წაყვართ ქართველები ესე აი ეს. აილიან, ჩაილიან, ბეტერები, კაცო და გიჟდები კიდე რაცა ბეტერები და ეს გუშრები ეხელები და რა გამოდის ვერ გავიგე. დაიბანეთ. ესე ეხელები და დაიბეტრეთ ხელები. ვიცი რა გამოდის, კაცო. ვიზახი ეს მაინც ისოდ რა გამოდის. ესე ქალები ჩამიდა. ჩვენი საქმესია. ჩვენი საქმესია რა, როგორ არის ვერ გავიგე. მე ტრაბახო ჩვენი საქმესია მეთქი. სიტრაბახო ჩვენი საქმესია. რა გავიგო რომელია რა. მაგრამ მე ვიცი რომ ბოლო გამარჯვება მაინც საქართველოსია. საქართველოს მიწას არ დავთო ჩვენა. ამ მამულების პატრონები ჯერ ცოცხლები დადიან, ცოცხლები ჯერ კიდევ იბრძვიან, ხნავენ ტყვის ქვეშ, თესავენ ყაჩაღური თავდასხმების შუალედებში, რგავენ, ამყრობენ, სხლავენ ვას, ხეხის, რკინას ჭედავენ, მაინც ირჯებიან ოსებით გარემოცულ თავისუფლების ამ 9 სოფლიან 9 თვალა კუნძულზე. გადმოიხიზნე, ჩამობარდი, შეისწავლე ქართველისაგან ბარის მეცნიერება, მიმოყრე, მინათესავე, დაადეკ შეღმერთ გამსკრალო, რა იერახს მიშვენ, ხელს რა დამჭრი, სახკას რა დმისავ, სალოცავს. ვის შეგაჩვენა, ვისი იმედით იდება ამ გამოუთქმელ ცოდვას, ვისი? ქართველი ნალბანდი, თიელოს, თაში ჩლიკებოცეთილ ხარებს რო უნალავდა აგე, აქ, ჩემ კარებწინ, გუშინ არისო, გუშინ წინ. გვრისი ერქვა, სოფელი იყო ცხინვალსა და თამარაშენს შორის. 3 ბიძაშვილი ოჯახით ცხოვრობდით ამ ჩვენეულ ბაღვენახებითა და კალოს საბძლებით შემკულ მიწაზე. ჩემ თვალწინ დააგირიგდა და დაგინაწილდა ლიახვის ტოტით ჩაბუჟბუჟებული ეს მაძღარი სოფელი ჩვენი გვარის ეკლესიითურთ. შიერ ქალაქად აქციეთ. ერთი გოჯი ძლივს მიბოძეთ ჩემი გასხლული ვენახისა. უშინ კი ესეც გამიძარცვეთ, გადამიწვით. ნასახლარად მიქციეთ მე აქაურ მწერალს ერთი უძველესი გვარის მატარებელს. ვისთან გნებავ ჩემო ერთოდ, არ მეტყვით. რა ენაზე ვწერო ეს სისხლიან ისტორია, თუ კი ჩემს მამულში ცხოვრების ნებას დავთავთ, არ მეტყვით. ჩვენ ეგენი ყამდე როგორც ბატონები. ჩვენზე კარგად ეგენი ცხოვრობ. ძალიან კარგად არის სანაკოი ფეისაიო. სუყელგან ეგიყვენ. მაგრამ მაინც ვერ აგვიტანოს ჩვენ მაგათა. მაინც ეხლაც მაგას ეძახიან. თათროს ვისწავლეთ და ქართველები არ გვინო. არა, ისე ხუმრობის გარეშე მე ყველას გეფიცებით დღეს ალაპარაკობდნენ და ამოიტანეს ამბავი რომ ყველაზე კარგად მაგითი დავაბულოებთო ჩვენაო რომ აი ეხლაო თამარაშინიდან დაწყობილიო სულ გავასუფთავეთ ამ სოფლებსაო კახელიოსები მოვლენ აქაო ეს ქართველები სწავლენ კახეთშიო. აი რო კამდისო ყველაფერი ჩვენი იქნება დავადაწავათო შევაერთებთ რაღა ვექნება სადავოიო ჩვენი მორიგება მარტო მაგით იქნება სხვა არ ვირთავ. ვინ აქაურიოსები სწავლენ კახეთში? არა ქართველები შეწავათ კახეთში. კახელები მოვლენ აქა. იქიდან მერე ვინც ოსები არიან ისინი მოვლენ და იცხოვრებენ ჩემს სახლში. არა შეჭამოსრე იმათო კრიჭამა და რეღისოთ ის. იმიტომ დავზარდი ამდენი ნამყერი და ისე რომ იმოსო. ამ ორ ჭერამს ისინი დააწიფებენ მაშა. სათქმელი რა გექნებათ კაი ხალხო, ბოლი რო გაიფანტება და ერთმანეთს ისე შევხედავთ როგორც საბანაოზე ლიახვის პირას ბიჭობაში სისხლის ქერით რად უნდა გამასდევინო ჩემი შვილები თქვენი თუ ეგრე გემეტება და რა და ძმაო რა ჯობდა ძმობასა ერთმანეთის აღმობასაო
ამ ჩვენეულ ღვთიურ ანდაზას რო კაცი გაექცევა, რუსის ტანკში ჩაჯდება, გამოექანება, გადამთელავს, გადამწავს, ასო ამქნის, სისხლიან საზიარო ყანას ტანკს გამოუბას და გვირავში გაითრევს, შვილი და ადამიანია. ფრონის პირა ჩვენ შვენიერ ქართულ სოფელს, წუნარს, ცხინვალიდან ორ ნაბიჯზე მდებარეს, დიდზარიანი ეკლესიით შუბლნათელს, ისტორიული სახელი რო შეუცვალეთ, ავტონომიური დადგენილებით, ხეთაგუროვად გადმონათლეთ და გავიწყდათ. ყველას კოტყვით ვერა უკრავთ პირსა. აროდევდე უპატრონებს ამ მართლაც და საისტორიო სიცრუეს მციროტემეულთა ამ თავაშებულ თარეშ თემურ ლეგივით დაკოჭლებული ისევ მტაცებულურად მოვაგლახე რუსეთის იმპერია. ამ ბუშტივით შექმნილ ომში არ იყო დედაქალაქის სახელის შესაცვლელად კონკურსი რო გამოაცხადეთ. არჩიეთ, ვერ შეარჩიეთ და ერთი ხმოვანი დაკოჭლებული ისევ ძველი სახელი ცხინვალ შეატოვეთ. უპატრონო დამშრალი ქვევრები ყოველ ნაბიჯზე რო ამოდიან მიწიდან, განა არ არიან ქართველობის უტყვი მოწმენი. ჯერ ხო ისევ ძველი ღვინის სუნი აზდის ამ პატიოსან უძველეს ჭურჭელს. ცომის გუნდასავით თქვენ ჭკუაზე რომ ზელავთ და ყვეთავთ ქართულ ძილფესეულს, ბრუცსაბძელა, ზეკარა, ღორღიანა, ქართლის ეს თები, გვირაბი რომ მიაძავრეთ, ეს ხევები თავისი მჟავე და ტკბილით, დინარის თევზით, ტყის ხილითა და ნაირი ფრინველით, ყოველივე ამას განა ოდითგან ცხოვრები ქართველი კაცის, ადგილის მამის დარქმეული ქართული სახელები არ აქვია, არ ერქვა. 12-მდე დასახელების მარტო თევზი და მიჭერია ლიავში. კალმახი, მურწა, ნაფოტა, წვერა, გველანა, ციმორი, კაპუეტი, ღვატა, სხვა და სხვა. თქვენებურად ხო მთელს ამ ნაირ ფეროვნებას ერთადერთი სახელი ქასაკ ანუ თევზი ქვია. ახლა ხილი, ვაშლის ჯიშები, მსხლის ჯიშები, რომელი ერთი ჩამოთვალო. ჩვენივრად მახსოვს და ამ ჩვენს ქართულ სოფლებსაც არ დავიწყიათ. ქაბარზე აკონციალებული ცარიელი ნავთის ბოთლით, თიდა რომ მოუძღოდით ჩოჩიალა, წნელის კალად ჩაკერებულ მარხილს. ერბოსა და ყველს მარცვალზე, მარილზე და ნავთზე, გადაცვლიდით ცხინვალის ბაზარზე და კვლავ თევზს შეუყვებოდით. ბარის ხელობისა არა იცოდით რა და ფეხს ვერ იკიდებდით. მოტკბო ღიმილითა და დაშაქრული სენ გენაცვალე, სენი წირიმეთი აულით ჩაულიდით ამ სოფლებს, ნაცნობ მოყარე ქართველთან მუხს შეასვენებდით, კეთილი მასპიზლის მორთმეულ პურღვინოს თავდაბლად მიიღებდით, კიდევ ერთხელ გადავლებდით გავრებულ თვალს იქაურობას, ბარეულ სიუხვეს და დანაყრებულ შეხურებულნი, თვლემანარევნი ღიღინით შინისაკენ მიჭრიალებდით. ვინ იფიქრებდა მას თუ ტყვედ გადაგვიხდიდით. მიდიოდა საწყალი, იქით უნდა გადასულიყო რაზე მიდიოდა არ ვიცი, დაბარებული იყო და გაგრას მაშინ როგორც ავიდა ტყეში და დახვდნენ იქა და ეს ოსებმა და ჩამოკლეს იქ. დასწვეს, მოკლეს, ჯერ მოკლეს და მერე დასწვეს. ცოცხლობები. დაჭრეს და მიაბეს მერე ხეზე. ისე იცოდა რომ მაგათ ხეში არ ჩავარდევიო, იცოდა ხო. თუ ქართველმა არ მიღალა და უიცოდეო, ეგენი ვერ ჩამიგდემენ ხელში. რა ვიცი. იარაღი არ აქონა თან წაღე, მარტო პისტოლეტი ქონდა წაღებული. ნაგანი ქონდა. ხო. ვატანი ავტომატი წაიღე შილომეთ და არ მინდა მამა ავტომატი რაც მინდა უმე. არ მინდა ავტომატი. მინდორთ რომ სისხლის ტბა ბრუნავს, გადასაგდები სად არის? შიგაწევს გველი წითელი, თავს დაზრავს ბოლო სად არის? ბევრს ახლავს ბევრი სურვილი, მაგრამ გაგება სად არის? დღეს რო შიშით და როიწვია გულის კანკალით რაღაცა ბავშვებია, ქალებია, მიდიან, მოდიან არა მერთო დღევანდელი დღის დაღა დახმარებული ყოს და სიკეთე და სიხარული და ბედნიერება ჩვენს გაგვეხაროს და ჩვენს ამოგვეცნოს თავისუფლად. შენ იყავი ჩვენ შევწევდი ყველა იმ საქმეში თუ მართლები ვართ ღმერთმა გაგვიმარჯოს და გაგვამარჯვებინოს ამ საქმეში. თუ მწვანები ვართ არც ერთი ცოცხალი არ დაბრუნდეთ. ღმერთო შენ ისმინე ჩვენი ვედრება, ეხმარე ჩვენ ტაჯურ საქართველოს, ჩვენ ტაჯურ კუთხესა და ჩვენ ტაჯურ ხეობას. ღმერთი იყო შევშეწევი.
ამინ ქართველ კაცს თავის გენებში არ აქვს რომ თუნდაც ეს დამპყრობელი რომ მოვა ჩვენ იმას არ გაუსწორდეთ აი მანგარიშით რაც იმას ეკუთვნის ხეობაში ამ 9 სოფელში არა არც ერთი ოჯახია რომ ბავშვი გაყვანილი ყავდეს ვიღაცას სუსუსური ბავშვები ახალშობილები ეს ცოტა წლოვანები სასკოლე სკოლები მუშაობს ყველას როლაზე სკოლა იკეტება პატარა ხნით თითო დღით 3 დღით 5 დღით ერთი კვირით და აი ეს ბავშვები როცა აქ არიან, არა ჩვენა ვერ გავაკეთებთ იმას, რომ ვიღაცას ძალაზე ჩვენ აუტეხოთ სროლა ამბავი. იქით კიდევ დამხედავთ ამ ჩვენ ტოლვილებს როგორ ექცევიან, როგორ მიეჭრენ აფხაზეთის იმაში გასტინიცაში როგორ მიეჭრენ წადით და სასტუმროში. საერთოდ ამას რო ხედავთ, არა ჩვენი ხალხი თავის თავს ვერ წაიგდებს თვითონვე ხიფაში. ჩვენ დავაყაროთ ვიღაცა ძალაზე, ჩვენი ბავშვები უნდა გაიჭრიდონ. იმ რაკეტამ გამოსროლინმა ხო არ იცის რომ ამ სახში ცხოვრობს ბავშვიანი თუ არა ცხოვრობს. აი ნათქვამი რო არის ძველი ქართული ბრძნული გამონათქვამი, გაღმა შეედავე რომ გამოღმა დაგრჩესო. აი ამ პოზიციიდან მოდიან ეს ხალხი, გაიგე. ჩვენ ვიცით ვინ კვიდრია, ვინ მოსულია და ესენი ზედმეტ ძალას ხმარობენ. ჩვენზე რომ ამათ აი სოფლიოს დაანახო ვითომ ის ამბავი რომ ჩვენ ჩაგვრელები ვართ. არავითარ შემთხვევაში კაცო ეს ითქვა და აი თუნდა მაღარ ფარდოვანი სიტყვებით და პრესასაც უსმენ ტელევიზიაც თუნდა შუქი ხშირად ირთობა ჩვენთან, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ვიცით ესე იგი რა ხდება ქვეყანაზე თვალს ვადევნეთ პრესას ტელევიზიას, მაგრამ ამათ რო თავი გაემართლონ და ამავე დროს რომ მოისაწყლო როგორც მცირე ერი და ამას ართულია რომ მოსულები არიან ესენი მნიშვნელობას არ აძლევენ და ესე იგი თავი რო იმართლონ აი აქედან ყველა ცილს გვწამებენ ჩვენა თეთრი კოსტუმი და გამოწყობილი რომ მოუბრუნდი უკან ჩვენი ეზოს პირდაპირ თელი სოფელი იდგა ვერ მივხვდი მეთქი რა მოხდა იმ წუთში ვიკითხე რა მოხდა არაფერი ჩვენი მხრივ ლესელიძე აიღეს ჩვენი მხრის ბიჭები დაჭრილები ერნი ვაიმე შვილო გელა რაღაცა კიდე შვილთანი გავიკეთე კაკმენდილები იყვნენ ვაიმე და ეს რატო არ გაუსკდა შენ და გული შვილო რატომ არ გამისკდა გული რამდენი სულია გდედას როგორი ძლიერი გული მქონია და შენ რა სუსტი გული შვილო შენ რა სუსტი გული მქონი რატო არ გამისკდა გული შვილო იმ წუთში დღით შვილო რომ ითხრეს გელა დაჭრილიო მაგრამ მე ისიც რომ ითხრეს გელა აღარა ყავსო რატო დედარ მოგიკვდა რატო დედარ დაგიზაბლავდა დედა შვილო რატომ მაშინ არ მოგიკვდა დედაი 47 დღე როგორ ამარ ცოცხალი შვილო შენ აღარ მე 47 დღე შენზე მეტი ხარი მცოცხლო შვილო წავიყვანე რა იქნება მოგიკვდა დედა ყველაზე კარგზე მაგაზის ამ შვილო ღამეთ რო არ მესიზმრები ვაიმე შვილო
წმინდა უკვდავო შეგვიწყალეს მამაო ჩვენო რომელი ხარ ცალთაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედი სუფება შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცალთაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა ური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და მოგვიდევენ თანანადები ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შეგვიყვანებ გასაცდელსა არამედ გვიხსენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს დარი და დიდება უგუნითი უგუნისაკი ამინ თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს ცნებებსა და შეასრულებთ მათ თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ ფრთბელი თესვაზე ადრე ძღომაზე შეჭამთ თქვენს პულს თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ მშვიდობას ჩამოვაგდებთ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით აღარ იქნება დამაბრთხოველი მიწისაგან აუღვის ასტიკ მხეცებსა და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილი დაეცემიან თქვენს წინაშე ას გარეკავს 5 თქვენგანი და 100 თქვენგანი 10,000 გარეკავს მახვილი დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით გაგამრავლეთ და შევასრულებთ თქვენთვის მოცემულ აღთქმას შეჭამთ ძველი ძელს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძელს ჩემს სალნეს დავიდებთ თქვენ შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული ვივლით თქვენ შორის და ვიქნებით თქვენი ღმერთი თქვენ კი ჩემი ერი იქნებით
მუსიკია